საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას აკეთებს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგეხსენებათ 2012 წელს არჩევნების შედეგად ქართველი ხალხის და ქართული ოცნების გამარჯვებამ ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა. მაგრამ მიუხედავად ამისა და იმ გარემოებისა, რომ რამდენიმე ლიდერის და სისტემის მსახური კონკრეტული ადამიანების გასამართლება მოხდა, კრებსითი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას და ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას. საზოგადოების საჭიროებებზე ზრუნვის პარალელურად ხელისუფლებას გამუდმებით უხდება შიდა თუ გარე მტრების მოგერიება, რევოლუციებისა და ომის რისკების განეიტრალება, აგრესიული უმცირესობა კი იმისათვის, რომ ქვეყნის ჯანსაღ უმრავლესობაზე გაბატონდეს, ყველა დაუშვებელ მეთოდს იყენებს. საქართველოში არსებულმა ფსევდოლიბერალურმა ფაშისტურმა გამოვლინებებმა ძალიან დიდ მასშტაბს მიაღწია. რამაც შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს და მოქალაქეებმა, რომლებიც აგრესიული უმრავლესობის ქმედებებს ჯერჯერობით მოთმინებით უყურებენ, შესაძლოა თავის დაცვა საკუთარი ძალებით, მათ შორის კაცრი ფორმებით გადაწყვიტონ. კრებსით ნაციონალურ მოძრაობას გასული 12 წლის განმავლობაში მათი გარე პატრონები და მათი სექტა, ანუ ამომრჩეველი ასულდგმულებდა, რომელიც ამ ძალას ყოველ არჩევნებზე მართალია მცირე, მაგრამ გარკვეულ ლეგიტიმაციას, გარკვეულ მანდატებს მაინც აძლევს. საერთაშორისო სასამართლოებში არაერთხელ გასამართლებულ და 2008 წლის დამანგრეველი ომის საქმეში მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს თუ გავითვალისწინებთ, ისინი, ვინც ხმას კვლავ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას აძლევს, არათუ მხარდამჭერი, არამედ დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან. ქართული ოცნების საარჩევნო დაპირების მიხედვით, რომელიც გულისხმობს გვიან, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას, ეს მიზანი ურთულესი მისაღწევი იქნება, სანამ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი ამ პარტიის მხარდაჭერას და არჩევნებში მათთვის ხმის მიცემას აგრძელებს. საზოგადოებას დღემდე უჭირს გაარკვიოს, თუ რა საშუალებებით დააჰიპნოზეს ადამიანები იმგვარად, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ დანაშაულის თანამონაწილეობასა და სისხლის სამართლის დამნაშავედ ქცევასაც კი არ ერიდებიან. მათ უნდა ესმოდეთ, რომ მრავალგზის ნასამართლო სააკაშვილს 2008 წლის ომში ჩადენილი ღალატისათვის სამუდამო პატიმრობა არ უნდა ასწდეს. ამ რეალობიდან თავის დასაღწევად სააკაშვილი ზურაბიშვილის შეწყალებას ელოდა, თუმცა საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული და შეწყალებამ აზრი დაკარგა. ასევე უცხოელმა პატრონებმა სააკაშვილის სამუდამო პატიმრობისთვის გაწირეს და მხოლოდ მოვალეობის მოხდას დაემსგავსა სხვადასხვა რეზოლუციაში მისი მოხსენიება. ასე დროს კი, როდესაც მსგავს ადამიანს კვლავ მხარს უჭერ დანაშაულის მონაწილე ხდები, რაც არა მხოლოდ მორალური საკითხი, არამედ კანონის დასჯადი ქმედებაა. საერთაშორისო და ქართული სამართლის პრაქტიკის შესაბამისად, სისხლის სამართლის დამნაშავის ამ შემსრულებელთან ერთად მისი წამქეზებელი, დამხმარე და ორგანიზატორიც არის. ხოლო ადამიანები, რომლებიც ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებს ხარს უჭერენ, აგიტაციას უწევენ და ხმას აძლევენ, მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, როგორც დანაშაულის აღმსრულებელი ნაცმოძრაობა და მისი დანაყოფები, ისე დანაშაულის დამხმარეები ყავს სახეზე. სააკაშვილის კვალდაკვალ ბევრად მცირერიცხოვანი, მაგრამ რამდენიმე ათასი ადამიანი უცხო ქვეყნის კიდევ ორ ჯაშუშს, გახარიასა და ხაზარაძეს ტოვებს საკუთარი მხარდაჭერით პოლიტიკაში. პრემიერი გახარია თანამდებობიდან დავალების შესაბამისად იმისთვის გადადგა, რომ გუნდი ჩამოეშალა. ამ ადამიანმა, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან ნაცმოძრაობას ყალებში დასრულებას და განადგურებას პირდებოდა, შეურაცხყოფელი ბრძანებაც კი შეასრულა და გადადგომის მიზეზად მელიას დაკავების საკითხი დაასახელა, რითიც უცხო ქვეყნის ჯაშუშად უკვე ღიად გაფორმდა. მეორე ჯაშუშ ხაზარაძეს ნაცმოძრაობასთან ბევრად უფრო ღია და დიდი ხნის კავშირები აქვს. სწორედ სასამართლოს მიერ დადასტურებული თაღლითი ხაზარაძე იფორმებდა ნაცმოძრაობის სასარგებლოდ წართმეულ ქონებებს, ღამით ციხეებში წართმეულ ქონებებს. გახსოვთ, რომ როდესაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, სასჯელისგან თავის დაღწევის მიზნით ის ოფიციალურად ჩაერთო პოლიტიკაში და უცხო ქვეყნის ჯაშუშად გაფორმდა საქართველოს წინააღმდეგ ღიად დაიწყო გარე დავალებების შესრულება. შესაბამისად, ყველამ უნდა გაიაზროს ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ლუსტრირებული ჯაშუშებისთვის, ხაზარაძე გახარიასთვის ხმის მიცემა
ხმის მიცემას მოყვება. ნაციონალური მოძრაობის წევრები თავიანთმა პატრონებმა საკუთარ სამსახურში ნაბიჯ-ნაბიჯ 2003 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად ჩაიყენეს. დასავლეთში განათლება მიღებული ახალგაზრდების ჯგუფი ეგრეთ წოდებული რევოლუციის გზით მოიყვანეს ხელისუფლებაში და ქვეყნის მართვის გამოცდილების არ მქონე ადამიანების შეცდომებს თუ ძალაუფლებით ტკბობის სურვილს მათ დასამორჩილებლად იყენებდნენ. ნაციონალური მოძრაობა ნელ-ნელა ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფიდან დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელ ადამიანთა კრიმინალურ დაჯგუფებად გადაიქცა. მათგან განსხვავებით ხაზარაძის და გახარიაც ამ პროცესებს გვერდიდან ადევნებდნენ თვალს და ძალიან კარგად იციან, როგორ მიიყვანეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი ამ სავალალო მდგომარეობამდე. და მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს გაცნობიერებული და გააზრებული აქვს, რა შედეგები მოაქვს აგენტურის ხელისუფლებაში ყოფნას ჩვენი ქვეყნისათვის, არათუ უარი არ უთქვამ ჯაშუშად გაფორმებაზე, არამედ ორივემ საჯაროდ გადადგა ეს ნაბიჯი. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ჯაშუშობის მხარდაჭერისთვის აუცილებელია მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც. თუ ნაცმოძრაობის ამომრჩევლებს შეიძლება რაიმე სახის შეღავათით შეხედო, რამე თუ ისინი წლებია ყალიბდებიან ანტიქართულ ძალად და ბევრ შესაძლოა არც ახსოვდეს წარსულის პროცესები, ხაზარაძე და გახარია ამომრჩევლის თვალწინ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში იქცნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ჯაშუშებას. ზემოთ ჩამოთვლილი აგენტურისა და მათი მხარდამჭერების გარკვეული მოტივაციის გაგება შესაძლებელი იქნებოდა 2012 წელთან შედარებით ჩვენ ქვეყანაში უფრო მძიმე მდგომარეობა რომ იყოს. თუმცა არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც არსებითი პროგრესი არ გვაქვს და ამას ვერც ერთი თუნდაც მიკერძოებული ადამიანი ვერ უარყოფს. ამიტომ თუ გსურს რომ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ ამოვძვირკოთ, მის სათავემდე უნდა მივიდეთ. ეს კი ის ამომრჩეველია, რომელიც ნაცმოძრაობას ასულდგმულებს. მათი 9 წლიანი მმართველობა შინაარსით და სიმძიმით იყო ფაშისტური. შესაბამისად, იმ დასავლური პრაქტიკით ხელმძღვანელობა, რომლის საშუალებითაც ფაშისტური რეჟიმი გასამართდა, სრულიად ლოგიკური იქნება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო სამართლებრივი პროცედურები, რომლის მიხედვითაც დამნაშავეები 5 კატეგორიად დაიყო, მათ შორის კი ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მხარდამჭერებიც იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა კატეგორიის დამნაშავეს სასჯელი სიმძიმის მიხედვით დაეკისრა. გერმანიის მოსახლეობამ კი მხოლოდ ასე შეძლო ფაშისტური წარსულისაგან გათავისუფლება. გერმანიის დასავლეთ ნაწილში ამერიკელების მეთვალყურეობის ქვეშ წარმართული ეს პროცესი გვიჩვენებს, რომ კრიმინალური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების აღწერა შესაძლებელია. ამ ადამიანებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის გაუთავებელ ყევასა და მტრობაზე. სექტის გასამართლებით კი რადიკალიზმი და ჩაკეტილ წრეზე სიარული დასრულდება. როდესაც პოლიტიკურ ბანდიტებს საქართველოს მოქალაქეებისგან ის მცირე ლეგიტიმაციაც აღარ ექნებათ, რომელსაც გასულ არჩევნებზე იღებდნენ, პოლიტიკური სისტემა მაშინ გაიწმინდება და ჯანსაღი ოპოზიციური ძალებიც გამოჩნდებიან. ნაცმოძრაობის რეჟიმმა მართლმსაჯულების პოლიტიზირებული და მოძალადე სისტემა 300,000-ზე მეტ ადამიანს გამოატარა და სიმბოლურია, რომ სექტაც დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანებისგან შედგება. მათ უნდა იცოდე, რომ ხილება და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოუწევთ, რადგან მათი მხარდაჭერით ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან. მეორე მხრივ კი აგენტურულ ძალებს უქმნიან ფონს, რომ გარე პატრონების მხარდაჭერით ადრე თუ გვიან ძალაუფლება კვლავ ჩაუგდონ ხელში. არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და გასამართლების შემდეგ აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერების სახალხო მხილება და გასამართლება. ამ ქვეყანაში ვეღარავინ უნდა გაბედოს გარედან მართული აგენტურის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა. ამ ხალხს ქვეყნის ღალატის საქმეში არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრია. იგულისხმება როგორც სამართლებრივი, ისე მორალური, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვიდრე თავად ნაციონალურ მოძრაობას. ქვეყნის სტაბილურობასა და გრძელვადიან მშვიდობაზე კი მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ფსევდოლიბერალური აგრესიული უმცირესობა დამსახურებულ პასუხს მიიღებს. დიდი მადლობა. კითხვების შემთხვევაში მიპასუხებთ. პირდაპირ ეთერში ვუსმენდით ვატო შაქარიშვილს.